ბათუმის საკრებულომ ზონების მიხედვით მოსაკრებლის შემოღების საკითხი ვერ დაამტკიცა, რადგან მომხრეებისა და მოწინააღმდეგების ხმები თანაბრად გაიყო. ქალაქის მთავარი არქიტექტორის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მშენებლობაში არსებული ტენდენციების შეზღუდვა იყო, მოწინააღმდეგები კი ამტკიცებენ, რომ ზონების მიხედვით მოსაკრებლის შორის განსხვავება არასწორია. სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ბათუმის საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ვერ დაამტკიცა. მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ხმები თანაბრად გაიყო. სამწუხაროდ ეს წინადადება არ გავიდა, თანაბრად განაწილდა ხმები, როგორც მე მივხვდი 7-7-ზე, და ჩაითვალა, რომ ეს წინადადება ვერ გავიდა და არ ვიცი შემდგომი როგორ განვითარდება მოვლენები. კანონპროექტი მოსაკრებლის დაწესებას დაშვებულ ნორმაზე ზემოთ მშენებლობის მოთხოვნის შემთხვევაში გულისხმობდა. მაგალითად, თუ კი მესაკუთრეს საზოგადოებრივ ზონაში 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს, მას ყოველგვარი მოსაკრებლის გარშემო მხოლოდ 3000 კვადრატული მეტრის, ხოლო მეექვსე საცხოვრებელ ზონაში 2200-ის მშენებლობა შეუძლია. ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე კი ერთ შემთხვევაში 153, ხოლო მეორე შემთხვევაში 105 ლარის გადახდა ეკისრებოდათ. ბათუმი არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც დამატება არის უფასო, რაც იწვევს განუსაზღვრელ მოთხოვნებს. არსებობს რაღაცა ტენდენციები არასასურველი, ახლა ამაზე ლაპარაკი ალბათ ის, რომელიც ალბათ გარკვეულად შეიზღუდებოდა ამ სახით. ქალაქის მთავარი არქიტექტორის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი ქალაქში არსებული ტენდენციების დარეგულირება იყო. იგი გარეუბნების განვითარებასაც გულისხმობდა. მამული ჟღენტი კი აღნიშნავს, რომ კანონის ზონების შერჩევას არ გულისხმობს და კანონპროექტს მხარს მაშინ დაუჭერენ, თუ კი იგი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. კანონით გამონაკლისი არ არის დაშვებული, უნდა იყოს მთლიანად მთელ ბათუმის ტერიტორიაზე მოსაგრებელი. მშენებლობის გაწმირებას გამოიწვევს და ხალხს ისედაც შეზღუდული ხალხი ფინანსურად გაუჭირდებოდ ვირისყიდვა და იგივე მშენებელს, რომელიც მთლიანად მაგრად ვერ დგას ფეხზე, ვერ დაიწყებს მშენებლობას და დარჩება უმუშეორი ძალიან ბევრი. ეს არის ქალაქის შედარებით ძველი ნაწილი, სადაც მეტნაკლებად გაჯერებულია მშენებლობა და სადაც საიდანაც ყურადღების გადატანა და მშენებლობის ინტენსივობის გადატანა მივიჩნიათ უფრო საჭიროდ ქალაქის სხვა უბნებში. განვითარებას ალბათ ისინი უფრო საჭიროებენ. საკრებულომ დღეს მიწის აღიარების კომისიაში ბათუმის ვიცემერის ზურაბ პატარაიას გაწევრიანების საკითხი გადაწყვიტა.